თეკვის სტუდიას საქმედ რო აღვიქვამ, ძალიან ვისტრესები ხოლმე. რა გაქვს გეგმები? წელს მაქვს ბოლო წელი ლეგალურად ფული შოვნის. მართლა? აი მაგაზე ვაპარაკ, არ შევალპირებ მართლა რა. ესე არ იქნება. ბავშვების მხრიდან როგორი მასწავლებელი ხარ? ძალიან საყვარელი. აი ვიცი ეს ჩემო მოსწავლეებმა დაწერონ კომენტარებში. შენიშვნების მე იყო არს? აი ვიღაცა რომ იწერს ცეკვაზე, რომ აი თვლას ავწდი, აი ვის ელაპარაკე. შემეშვიდა. მოგესალმებით მეგობრებო, ეს გადაცემა დიდი ქვიზია, მე კი გიორგი კოკაია ვარ. ახალი სეზონია და განსხვავებულად მინდა გადაცემა რომ დავიწყო, მაგრამ ვერ მოვიფიქრე როგორ დავიწყო. ამიტომ ვიტყვი პირდაპირ დღეს ჩემი სტუმარია მაგდა კარქაშაძე. მაგდა როგორ გამარჯობა გიორგი, თქვენ როგორ ბრძანდებით? დიდი მადლობა, ძალიან კარგად და საუბრის ხასიათზე ხო ვართ, რაც თავარია. კი, მართალია რომ ცოტა დილა შუადღის პირველი საათი, მაგრამ კი ბატონო. ჩვენ როგორ გონიათო გადაცემები? ღამე იწერება, არ იწერება, ღამე იწერება დილით. დილას შუადღის პირველ საათზე. შუადღის პირველი საათი. და თუ ჩვენ ვერ ვისაუბრეთ, ესე იგი ახალი გაღვიძებულები ვართ. კი. შენ ხშირად წერ ცხოვრებისეულ ვიდეოებს რა? ხო. შენს TikTok-ზე საკმაოდ დიდი ნახვები აქვს და კაი გამოხმაურება. და რეალურად მაგ ვიდეოებში გულწრფელი ხარ თუ არა? მე ძალიან მიჭერს რომ გულწრფელი არ ვიყო. ჩემთვის შეუძლებელია რომ გულწრფელი არ ვიყო. თუ ვაპირებ რომ გულწრფელი არ ვიყო, უბრალოდ ჩუმდები ხოლმე, იმიტომ რომ ბევრჯერ მოვხდი მაგის გამო უხერხულ სიტუაციაში. მართლა? კი. ანუ გულწრფელი თუ არ ხარ, ხელი გეშლება და ვერ. ხო, ანუ გულწრფელად თუ ანუ თავს თუ აგვზომ სადღაც კომფორტულად და ვერ ვიქნები გულწრფელი, საერთოდ ხმას არ ამოვიღებ რა. ნახე უკვე ის ხმა. ხორდავსული რა. სამორჩა. ხო, ეს ის დილა პირველი საათი ვარი ხა და მაგიტო. თან უყურე სოციალურ ქსელში ჩანს ძლიერი გოგო. რეალურად ეგეთი ხარ? აი ძლიერი, აი არ ვიცი რას ნიშნავს, ხა ძლიერში რას გულისხმობთ. მე მაგალითად არ ვთქვი რომ ცხოვრებაში რაღაც ისეთი რთული პერიოდები მქონდა, რომ აი სადღაც ჩემი სიძლიერე გამომევლინა რა. აი ხა რაღაცა პატარა წაბორძიკებები ყველას გვაქვს რა, მაგრამ მე თვითონ ძლიერი რო ვიყო მართლა უნივერსიტეტში არ ჩავაბარებდი საერთოდ. რატო? არ ვიცი. აი უნივერსიტეტში რა ჩავაბარე რა უნივერსიტეტში რაღაც ეგეთ უნივერსიტეტში უნდა ჩავაბარე რა, უნდა ჩამებარებინა და გარშემო აი საზოგადოება თან არის რასაკეთებ. თავიდან ჩავაბარე PR მენეჯმენტზე, მე მივხვდი რომ აქ რა მინდა, შევიცვალე 4 ფაკულტეტი და დავამთავრე 6 წელში ბაკალავრიატი ხელოვნებათმცოდნეობაზე და ეხლა ვარ ქორეოგრაფი და კრეატორი. ხო, ანუ რაღაც გამოცდილება ხომ მიიღე უნივერსიტეტში? არა, ვერანაირი. ნახე, უნივერსიტეტში მე მივიღე მაგალითად. მეგობარიც კი არ მყავს. მართლა? მე გავიცანე ხალხი როგორი იყო. გაიცა, შენ გაიცანი? ხო, ანუ ეგ გამოცდილება მივიღე თორე. ეხლა სტუდენტი ვარ მე, ხო? მართლა? ჯარის გამო? არა, დედის ერთა ვარ, ჯარის გამო არა. მე მეგონა ჯარის გამო. უბრალოდ კორონას დროს ავიღე აკადემიური. და ეხლა განვაახლე და განაახლე 4 წლის მერე ალბათ ხო რაღაცა. კი ბატონო. ხო, არა მოკლედ რა, იმას ვამბობდით რომ ძლიერი ცოტა სხვა რაღაც მის სიძლიერეში რა. და ეხლა ნახე ვიდეოებს რო იყებ ესე და წერი რა. მაგასაც უნდა თავისი ის რა ქვია ესე თქვა. ნიჭი და უნარი და საიდან დაიწყე ინფლუენსერობა? გეტყვი რა, იდეაში მე ძალიან მიყვარს ლაპარაკი, სულ მიყვარდა ბავშვობიდან რა და TikTok-ი ეგ პლატფორმა, სადაც ლაპარაკი გიწევს რეალურად რა. ლაპარაკი შეიძლება გიყვარდეს, მაგრამ ეს ფართო აუდიტორიასთან კომფორტულად გრძნობა. მე მგონია რომ მაგ ამბავში, ნახე, აი ცოტა ხანი სარეჟისოროზე ვიარე, ცოტა ხანი, ანუ ძალიან ბევრი წელს დავდიოდი ბავშვობაში, ოღონდ ამ წლებში აი საუკეთესო კი არა, კარგიც არ ვიყავი, მაგრამ რაღაცეები ვისწავლე და ეს რაღაცეები პატარ-პატარა რაც ვისწავლე, მგონია რომ აი TikTok-ზე გამომადგა რა. მიხვდი? აი არაფერში ძალიან კარგი არ ვიყავი, მაგრამ აი რაღაცეები დავიმახსოვრე და მე მგონი ხო აი გახსნაშის და თვითგამოხატვაში დამეხმარა უბრალოდ. TikTok-ს როგორ უყურებს? ანუ როგორც საქმე თუ აი როგორც საქმე დაგვიქვამ, ალბათ აღარ გამისწორდება მაგის კეთება, ხო? სხვათა შორის, ანუ მე მაგიტო, ანუ მაქვს ცეკვის სტუდია რა და ცეკვის სტუდიას საქმედ რო აღვიქვამ, ძალიან ვისტრესები ხოლმე. მაგაში ძალიან დამეხმარა TikTok-ზე, რომ ცოტა გავნიავდე საქმისგან, მაგრამ ეხლა ვხვდები, რომ აი ცეკვის სტუდია რო დავკეტოდეს მე და TikTok-ი უკვე იქცეს ჩემს მარტო შემოსავლის წყაროდ. აღარ გამისწორდება რა. ანუ TikTok-ს იმიტომ ვაკეთებ, რომ მიხარია. როგორც კი ჩავთვლი, რომ ვალდებულებაა და მჭირდება რომ გავაკეთო, მე მგონია რომ ძალიან დავიძაბები რა. მაშინ TikTok-ს თუ ისე უყურებ, რომ გეხარია, კვირაში რამდენჯერ ხარ გახარებული? ყოველ დღე 3 ჯერ. ყოველ დღე 3 ჯერ იღებ ვიდეოს? ანუ სულ ვიღებ რა ვიდეოებს, უმეტესად. ეხლა ახალ წლებზე ცოტა გამიჭირდა, იმიტომ რომ გასაგები. ახალ წლებზე ძალიან დავიღალე გართობით და აი ძალიან რომ დავიღალე, მაგიტო ვიდეოებზე ვეღარ
ვიყავი კონცენტრირებული, მაგრამ ზოგადად ეხა რუტინულ ცხოვრებაში ძალიან მეხმარება TikTok-ზე გართობა რა. იმიტომ რომ მთელი ჩემი ცხოვრება იყო ცეკვა სახლი და ეს რაღაცა ვიდეოს 5 წლიდან. 5 წლიდან ცეკვა? ხო. ნუ მაგას ცეკვა არ ქვია, რასაც 5 წლისას ვაკეთებდი, მაგრამ ხო, ზოგადად ცეკვის და საიდან წამოვიდა ეს ცეკვა? შენი ინიციატივა იყო თუ ოჯახმა უბრალოდ ცეკვაზე ხო, შემიყვანა? დავღალოთ ჩემო ცეკვაზე შემიყვანა და მე რაზე შემიყვანა? რატო შემიყვანა ცეკვაზე, იცი? რომ დავღლილიყავ. არა, რომ დავღლილიყავ, იმიტომ რომ მე ვიყავი მოუსვენარი ბავშვი რა. ენერგია რო დაგეხარჯა. ანუ რეალურად ძალიან კარგია, მშობლებისთვისაც კარგია, რაღაცა ძიძის ვარიანტი აღარ უწევთ აყვანა და თან შენ თვითონაც გეხმარება რა ფიზიკურად. მე უბრალოდ ქართულ ცეკვებს დავდიოდი და ქართულმა ცეკვამაც მასწავლა რომ დისციპლინა არის საუკეთესო რაღაც რა ჩვენ ცხოვრებაში. თუ გადაგტეხვია ჯოხი ბეჭებზე. ბეჭებზე არა აი, ნახე აი, უკვე აი ქართული ცეკვა გაგაძლიერა მენტალურად. კი, შიშის უნარი დამაგაგინა არ მეშინა. ცეკვაზე არავის არ უცემი ვარ, იმიტომ რომ ქართულ ცეკვაზე არ დავდიოდი, მაგრამ დისციპლინა მასწავლა მართლა, ანუ ცეკვა მასწავლა ის რომ შენ ხასიათზე არ არის დამოკიდებული, საქმე გასაკეთებელი გაქვს რა. ეხლა შენ შეიძლება თვეში ერთხელ იყო კაი ხასიათზე და თვეში ერთხელ თუ აკეთე საქმეები, არ ამგონია შორს წახვიდე ცხოვრებაში რა. ხო, ან დისციპლინა არის უპირველეს ყოვლისა ჩემი აზრით, რა ვიცი. ამიტომ ბავშვობაში კაია ეგეთი წრეები რა. კი, ხო, ადამიანს ასწავლა, ხო. ხო, ჯოხის გადამტრევა მართლა არ შეიძლება. მასწავლებელი ხო ხარ? კი, არა ვიცი რა გადამტრევა. არა, ბავშვებთან როგორი ურთიერთობა გაქვს? ძალიან მეგობრული, სხვათა შორის. და მე მეგობრული ურთიერთობა რომ გაქვს, საქმეს როგორ აკეთებ? გეტყვი რა, ძალიან მეგობრული ურთიერთობა მაქვს იმ მომენტამდე, სანამ ჭირდება რომ არა მეგობრული გავხდე. მაგრამ მე გიშვათად მიწევს რა, ეხა 100 მოსწავლიდან 2 რო უცებ საზღვრებს ცდება ხოლმე, ძალიან მარტივია მე ეხა ორთან დალაპარაკება და რა, ან გამყოლებას არ ვიტყვი, იმიტომ რომ აი დიდი გოგოები არიან უკვე და მაგ ცეკვაზე რო შემოდიან ხოლმე, თვითონ უნდათ ეგ, ანუ არავის შემოყვანილი არ არის შოპის რა. ხო, ძალიან მარტივია ჩემ მოსწავლეებთან ურთიერთობა, იმიტომ რომ აი ჯერ დიდები არიან, მე მართლა თვითონ მოყავთ მშობლები აქეთ, რომ აი აქ მინდა შესვლა. და აი მაგიტო ის იმ კაცი არ მიწევს ხოლმე, აი არც ქცევითი პრობლემები არ აქვს რო გითხრა, მაგრამ აი პატარა ბავშვებთან ვერ მუშაობ 8 წლის ქვევით ბავშვებთან არ მაქვს რა. ცეკვა, იმიტომ რომ ცეკვას ვერ სწავლობენ, აი უფრო მიდიხარ მართლა ქცევით ამბავზე რა. და მე ხა ცეკვაზე რომ მივდივარ, მინდა რომ ცეკვაზე კონცენტრირდე და არა იმაზე, რომ აი შენ გაჩუმდი და შენ არის ლაპარაკო და რა ვიცი, აი ბავშვებთან გამიჭირდება, არც ჩემ თავს უშლინერებს და არც სხვა ბავშვებს. ამიტომ ხო რა. შენი აზრით ბავშვების მხრიდან როგორი მასწავლებელი ხარ? ძალიან საყვარელი. ხო, ესე ვიდოდი. ხო, საყვარელი. აი ეს ჩემო მოსწავლეებმა დაწერენ კომენტარებში, მაგრამ არ ვიცი, ჩოლები არ მეგობრული ვარ ძალიან რა, იმიტომ რომ არც მჭირდება მართლა რა. ვერთობით ხოლმე რა. ხო. და ვსწავლობ. სიძლიერეზე კითხე. ძლიერი ქალი საშიშია? აუ, მაგაზე ვიფიქრე რა და ძლიერი ქალი საშიში, აი საშიში რატო აღიქნება ხოლმე ვერ ხვდები. მე მაგალითად ყველს გისურვებთ, რომ ძლიერი ქალი ყავდეთ ცხოვრებაში, იმიტომ რომ ეგ არის არ ვიცი უდიდესი საყრდენი რა. თვითონ ძლიერი ქალები მეწოდებიან, იმიტომ რომ ძლიერი ჰაერზე ვერ გახდები და აშკარად რაღაცა ვარდით მოფენილი გზა არ გამოუვია, მაგრამ აი საშიშები ნამდვილად არ არიან. საშიშები არიან იმათთვის, ვინც ალბათ ცუდად მოექცევა და ძალიანაც კაი. შენ ძლიერი ქალი ხარ შენი აზრით? არ ვიცი. ანუ აი ხო არ გამომივიდა რაღაცა ეგეთი, რომ თქვა რომ აი ძლიერი ქალი ვარ თუ რაღაც ეგეთი რა. ანუ მართლა არ მქონია ხა ცხოვრებაში ეგ გამოცდილება. ჯერ არავის მიუტოვები ვარ და ჯერ რაღაცა ანუ ცხოვრებაში დრამები არ ხო, აი რაღაც აი მართლა ალბათ სამსახურეობრივი უფრო რა და ეგეც რა ვიცი 3-4 დღეში ეგრევე აზე მოვდივარ ხოლმე და ნუ ალბათ ცეკვის გარდა ანუ რა გაკეთებია ესე ვთქვა სულ ცეკვავ ხო 5 წლიდან მაგრამ კიდე რას აკეთებდი გარდა იმისა რომ ძალით ჩააბარე უნივერსიტეტში მართლა ანუ ცოტ-ცოტა რაღაცებს ვაკეთებდი აი თინეიჯობის ასაკში რაღაც წრეებზე დავდიოდი აი ხატვა, რაღაცა ენები, რაღაც სიმღერა, მაგრამ იმაგას გაკეთება არ ქვია რა. ხო, ანუ სურვა და რაღაცები. ერთი არის რომ მოცეკვავი გამოვიდე, მაგრამ აი ცხოვრებ, შენი ოცნება რა იყო ეს მოცეკვავების გარდა რა? ანუ აქ წარმომიდგენია ჩემი თავი. მე მაგალითად წარმომედგინა რომ რაღაც გადაცემა მექნებოდა. აუ, სოდა მანდ ვართ. ხო, მაგრამ ეს არ ყოფილა არაფერი თურმე რა კიდე ბევრია გასაკეთებელი. ხო. გეტყვი რა, მე მთელი ცხოვრება უცნებობდი მართლა მოცეკვავებაზე, სხვა სული არ მქონდა. მაგრამ როცა მივახციე რაღაც ასაკს და მივხვდი რომ აი საქართველოში მოცეკვავება სადღაც თავდება და იმის იქეთ ვეღარ ვითარდები, აი მე უკვე მე ძალიან დეპრესიული წელი მქონდა ერთი წელიწად ხარ, იმიტომ რომ მივხვდი რომ არც არაფერი მაინტერესებდა ცეკვის გარდა. და შესაბამისად რო არ გაინტერესებს, არც გამოგდის, იმიტომ რომ რაც არ გაინტერესებს, იმას არც გააკეთებ რა. და რაღაც აი წელიწად ნახევარი მქონდა ის მომენტი, რომ აღარც ცეკვა აღარ მინდოდა
და აღარ ვიცოდი რა მინდოდა. ვეძებდი რაღაც ახალ სამსახურებს, ოღონდ აი როგორც იცი, აი ბენზინ გასამართ სადგურზე. ანუ მინდოდა რომ აი ნაკლებად პასუხისმგებლიან საქმეში ჩავერთო რა და აი სისტემატურად მქონდეს რაღაც ანუ ხვდები რა დავემართა, იმიტომ რომ ცეკვა სჭირდება აი ძალიან ბევრი ქორეოგრაფობის იქეთ რა როცა დაუშვათ შენ სტუდია გაკ ძალიან ბევრი რაღაც გევალება რა და აი ცოტა მაგ პასუხისმგებლობა დამღალა და მეთქი რაღაცა ისეთი მინდა რომ აი საერთოდ მქონდეს მე როგორ გადადეხე ეგ მომენტი აუ წელიწად ნახევარი მართლა ძალიან აი ესე ვიყავი სახლში აღარც გავდიოდი მეგობრებს დავკარგე რატომღაც ეგონათ რომ ანუ ეს ჩემი პრობლემები თითქოს ანუ ეგონათ რომ აი რაღაცა ანუ ჩავიკეტე რა რეალურად და მე ჩემი გაჭირება მქონდა ეხა მართლა ვერავის ვერ გავართობდი მაგას წელში. ნახეთ, ცეკვა სადღაც მე ვედიოდა, მე ვეღარ ვითარდებდი და რატო ვეღარ ვითარდები? რა არის პრობლემა? ანუ მოცეკვავის მაქსიმუმი საქართველოში არის ქორეოგრაფობა. მაგრამ მოცეკვავის რო კითხო, უმეტესად ყველა გეტყვის რომ არავის არ უნდა ქორეოგრაფობა. ანუ მოცეკვავის საერთოდ სხვა პროფესია და სხვა ემოციას გაძლევს და ქორეოგრაფობა საერთოდ სხვა რაღაცაა რა. უბრალოდ როგორ არის იცი, აი რაღაცა საკში იზრდები და ხვდები რომ ფული გჭირდება, უნდა გამოიმუშაო რა. ეხა სულ ვერ იცეკვებ უფასოდ და რეალურად ეგ არ იყო შენი სურვილი და ოცნება. შენი სურვილი და ოცნება იყო რომ ქორეოგრაფი ყავდეს, რომელიც ცეკვას გასწავლის გახვალ იცეკვებ რა. და აი ეგოცნება მოკლა რა. ძალიან პოპულარულები ხართ საქართველოში რა. ძალიან. და ეს პოპულარული ხალხი ცეკვით თანხას უნდა იღებდეს, რავი, ჩემი აზრით, იმიტომ რომ ყველა რეკლამაში თქვენ ხართ. თითქმის. სოციალურ ქსელებში თქვენ ხართ. ეგენი ფულს კარგად არიხდიან. მართლა? მე ეგ თქვენი ბრალია რა. მე ვამბობ რომ ჩვენი ბრალია. ვიღაც აფუჭებს ბაზარს. ხო მე მაგას ვამბობ რომ ჩვენი ბრალია მე. არა ვის ესმის. და რო თეილაპარაკოთ. ხო და აი ძალიან ბევრი ვართ რეალურად და ყველა ერთად ესე ვერ ხო, მაგრამ ძალიან ბევრი ხართ, მაგრამ ყველა არ არის პოპულარული. ანუ მესმის რა ნახეთ 16 წლის რო ხარ მოცეკვავე, იმდენ თანხას ვერ მოითხოვ, რამდენსაც მოითხოვს უფრო გამოცდილი მოცეკვავე რა. და შესაბამისად მე უფრო ასაქმე ხოლმე პატარებს, რომ შედავით ნაკლები თანხა გადავხადონ რა. ეხლა მე მაგალითად 18 წლის რო ვიდექი X Factor-ის სცენაზე, ძალიან ბედნიერი ვიყავი იმ ხელფასით, რაც მქონდა. მაგრამ ეხლა მაგ ხელფასზე აღარაფერს აღარ გავაკეთებ. მიხდი? ან რაღაც ასაკში რაღაც გიხარი, რაღაც ასაკში აღარ ეხა. 29 წლის ვარ, აღარაფერს აღარ გავაკეთებ მაგ თანხაზე რა. მაგრამ მაშინ ძალიან кайხო. მაშინ ძალიან 18 წლის ასაკში ხო? აჰა, ანუ ეგ პრობლემები გაქვთ, რომ თუ როდესაც თქვენ დიდ თანხას ეუნებით, მე უკვე პატარა ბავშვები. მე ხო, ოკეი, უფრო იაფად ვიპოვით, უფრო პატარას რა. ხო, მაგრამ შენ ხო ცნობილი ხარ. მასე არ უყურებენ? მეორე ხარისხოვანი როლი გვაქვს ხოლმე უმეტესად რა. შესაბამისად თვითონაც იციან ეგ და შენ თუ არა სხვა იმოძრავებს უკანა. ასე რომ ეს სევდა გვაქვს. ესე რა პროექტები შემიგიღია მონაწილეობა? აი ნიჭიერში X Factor-ში ევროვიზიაზე. რომელიც ევროვიზიაზეც? ანუ ხო ძალიან ეგ არის რომ მოცეკვავის გაცნობა მოცეკვავი ძალიან რთულია, იმიტომ რომ მეორე ხარისხოვანები ვართ ყოველთვის რა და ყოველთვის ეს ფორმაში ვართ, რომ ქუჩაში ეგეთ ფორმაში არასდროს ვერასდროს ვერ ვნახავ ეხა პარიკით და ბოდეთი ქუჩაში არ დავდივარ. ანუ ხო ხდები რა. ძალიან უცნაურია და მაგრამ ევროვიზიაზე ვიყავი აი 13 წელს. აი ოღონდ მოცეკვავით, მომღერლად არა ხო ხდები. 2010 წელს ვიყავი ევროვიზიაზე რაღაცა ვარდისფერ პარიკში მართლა და ძალიან კაი ბავშვური მოგონება იყო. ლარი არ გადავხდია მართლა არავის და ხალხს სხვა შორის ეგონა რომ აქეთ გადავიხადეთ რომ ჩავესვით და ისი გიჟია მართლა რა. მაგრამ ხო ეხა რო ვფიქრობ. მან როგორ მოხვდა ის თუ გახსოვს? აი უბრალოდ დამირეკა ქორეოგრაფმა, ეძებდნენ ასაკობრივად და სიმაღლით ეძებდნენ მოცეკვავეებს რა, ანუ მომღერლის შესაბამის მოცეკვავეებს და ეგრე რა, სადაც ვცეკვავდი იმ სტუდიიდან ამორჩი ეს. ხო, გამართლებით საჭიროა. რა თქმა უნდა. მე შემხვდა შენი კრევის ვიდეოები რაღაც მონაკვეთები და რა ხდებოდა რომ მითხრა შეგიძლია? იდეაში ეგ იყო დავალება კრეატორის, თუმცა როგორი დავალება იყო, იცი, ძალიან დიდი ხანი რომ მინდოდა გაკეთება და ბარემ მაგ დავალებაში რომ ჩავაკვეხე. ძალიან კაი გამოცდილება იყო, ძალიან გავერთე, ყბაშიც მაგრად მომხდა და ვიდეოში არ ჩანს რა, ანუ მან ვიდეოში ხალხმა იცინა იმაზე რომ მე ყბაში მომხდა, მაგრამ ეგ არ მეტკინა. მე მეტკინა ღვიძლში რომ მომხდა მუშტი. ძალიან წარია თუ იმას. ოღონდ ეგ ისე მეტკინა რომ ემოციაც ვერ გამოვხატე, უბრალოდ ესე ვიყავი. ღვიძლი არის უწარესი. კი და თან როგორ იცის ხოლმე რა, რაღაც ფეთქვა გააჩნია როდის მოხდება. გააჩნია როდის მოხდება თან ეგეც არის ღვიძლში რა. ძამწარე იყო მართლა. აი მირჩევნი 10 ჯერ დამარტყას ვიღაცა მუშტის სახეში ვიდრე ღვიძლში. კი, ვიდრე ღვიძლში მოხდა. აი მან. პროსტა თავი დამიტრიალდა და და ხო ხტები ხა მოკრივეები რას უძლებენ ხოლმე. აი მე მართლა მენტალურად ყველა მგონი ხართ არა ჯანმრთელი, ვინც მაგ სპორტით დაკავებულები ხართ. იმიტომ აი როგორ შეიძლება ვიღაცა მუშტს გირთხოს და შენ გინდოდეს. თუ შეხედავ ისე რომ შენ თვითონ ხო დაიცალე რაღაც მხრივ. დავიცალე კი. კი. და დაულურჯდი. დაულურჯდი, ხო ეხლა ეგ ხო რაღაც შინაგანი აგრესია გჭირდება უეჭველი, რომ მაგ სპორტს გაუწვო, თორე აი მე ვაპირებ ხა რომ დავიწყო ისე
მე ვარჩევ ხოლმე კრივზე და კაი, შემდეგ გადაცემებში თვალამოსიებული იჯდები. არა, სახეში არ დავარტყმები. მარტო ღვიძლი. კრივი გამოცადე ესე ვთქვათ რა. და შენი აზრით ერთი და იგივე წონის და გამოცდილების მამაკაცი და ქალი რო შეხვდეს ერთმანეთს. რა მოხდება? რა თქმა უნდა, კაცი მოიგებს. აი 10 წლის ბავშვი მცემს ჩვეულებრივად ბიჭი ოღონდ. იმიტომ რომ ერთადერთი რითაც განსხვავდებით ქალი და კაცი არის ფიზიკური ძალა. ნუ იდეაში ქალების მაგას ეგ არის ძალიან ცუდი. რომელიღაც ოლიმპიადაზე იყო, თუ გახსოვს ტრანსგენდერმა რო ქალი გათიშა. გახსოვს? აი სხვა შორის ეგ დავსერჩე. ანუ ბონდი გავყევი და გამოვშტერდი. მეთქი რატო აჩხუბეს საერთოდ რა. მეც ეგრე ვფიქრობ რა. და უბრალოდ ქალია. ანუ რეალურად ქალია, უბრალოდ ვიზუალურად გავს აშკარად კაცს. მართლა ქალია? არ არის ტრანსგენდერი? მართლა ქალია, უბრალოდ ეთქობა. ანუ ხო ფიზიკურად ისე განვითარდა, რომ ანუ უფრო ვიზუალურად. ანუ გავყევი, იმიტომ რომ მეთქი რატომ ცემა კაცმა ქალი. არ მაინტერესებს ტრანსგენდერია თუ არა, ანუ შინაგანი ძალა არსად არ მიდის ახლა. თან რო უნახე ვიდეო, ძალიან შევწუხდი. ხო და მე მართლა გავყევი, ამიტომ ქალი იყო ეგეც რა. უბრალოდ მე მამამისის პოსტიც ვნახე, რომ ძალიან ნაწყენი იყო, რომ ანუ ჩემი შვილია, ჩემი ქალიშვილიაო და ანუ წამი ხა იმისთვის რა რთულია, რომ მთელი მსოფლიო დაცინის, რომ ანუ კაცი გონია რა, ხა ვიზუალურად ბულინგია ხა ეგ რა. მაგრამ მეც მართლა მეგონა რომ კაცია რა. ქალია? აუ, მე ხა წარმოვიდგინე ის რა ქვია, თვითონ ეგ ქალბატონი როგორ დღეშია და მე ის მამამ რო პოსტი დაწერა. ხო, ანუ რეალურად ხო, ბულინგი გამოგვივიდა რა. უბრალოდ ქალი იყო. ასე რომ ჩავხუროთ კრივი. არ გვინდა. შენი საყვარელი სოციალური ქსელი რომელია? ჩემი საყვარელი სოციალური ქსელი არის მაინც ინსტაგრამი. იმიტომ რომ ინსტაგრამ rilsებად ყოველთვის ხდება ის, რაც მინდა რომ შემხდეს და რასაც უყურებ და TikTok-ზე მიუხედავად იმისა, რომ ან სულ ფილტრავ ან რაღაცა, მაინც არის ხომ ის რაღაცები, აი რის ნახვაც, აი არ მაინტერესებს არ. გოიმური რომელია შენი აზრით? გოიმური უფრო ალბათ Facebook-ს გოიმურს ვერ ვიტყვი, უბრალოდ Facebook-ს აღარ ვიყენებ დიდად რა, ხო აი უფრო მოკვდა რა Facebook-ი. ანუ რაღაცნაირად საერთოდ სხვა პლატფორმა გახდა რა. TikTok-მა და Instagram-მა გააკეთა ჩემი აზრით ეგ რა. ხო, თანაც კაი. მე Instagram-ი მახსოვს. ხო რა. ხო, თავისი მოჭამა რა რაღაცა Facebook-მა. ფილტრი არ აქვს რა Facebook-ს. აუ, კი, სიგიჟია. ანუ მანდში მე ანუ ისეთ უაზრო რაღაცაზე გაილანძღები, რომ ვერც კი წარმოიგე, რომ შეიძლება ამაზე ვინმე გაგიზიანდეს. მანდ გონიათ ადამიანებს, რომ რასაც დაწერენ. კი. ხო, აი ჰაერში მიდის თითქოს რა. ანუ არავინ არ მიიღებს რა არაფერს და. აუ TikTok-ზე შემჩნევია, მაგრამ ბევრად ცოტა და უმეტესად ბავშვები არიან. ისეთი ხალხი წერს, რომ ანუ არ არსებობენ და იქ მანანა ბიჭყოლები წერენ რაღაცას. მაგამოში ყველაზე კაი არის YouTube-ი. იმიტომ რომ YouTube-ზე ეგ ხალხი იშვიათად წერს რა. არა, YouTube-ზეც. მე YouTube-ზე რაღაცებს ფილტრავ თორე როგორ წერენ. კი. აი Instagram-ზე ანუ შედარებით ვამბობ რა. ხო, შედარებითად კი რა თქმა უნდა. Facebook-ში საგიჟეთია ჩვეულებრივად. ხო, Instagram-ი უფრო ასე ვთქვათ დავარცხნილი პლატფორმაა რა. და ეს პერიოდი TikTok-ზე იყო. ეგეთ დამოკიდებულება, რომ ძალიან გოიმობა იყო რა. თუ გახსოვს. ფუ, მეთქია TikTok-ზე შედიხარ შეუსაქმურო და მართლა? კი აი 2020-ში, მაგრამ იცი ეგ ჩემ ბრალი არ არის. ეგ იმის ბრალი, რაც ხდებოდა მაშინ TikTok-ზე. აი აა საშინელება ხდებოდა მართლა და მე ეხლა მართლა კარგი რაღაცები კარგი კრეატორები რო შევიდნენ პლატფორმაზე, მე კარგი გახდა ეხლა. თორე აი ეს რო ხდებოდეს TikTok-ზე, კიდე არ ამგონია მანდ ვიყოთ. კი, მახსოვს. საშინელება იყო მართლა. ხო. კრინჯის ჰაი ლეველი. იდეაში მაგ ყველაფერმა გახადა პოპულარული TikTok. ხო. просто მე კორონამ გახადა TikTok-ი პოპულარული, იმიტომ რომ ან მარჯვენა მხარზე ვიწექით ყველა, ან მარცხენაზე და ანუ აი დავდიქით და სკროლავდით რა. კორონას პერიოდი ჩემ ცხოვრებაში ისეა თითქოს რომ აღარც მახსოვს როგორ იყო და არც მინდა რომ გავიხსენო. ერთი ჭაღარა მაქვს და ისიც კორონას დროს გამიჩნდა. რა შევოდი ისე? არაფერს. კეჩუპის ფული არ მქონდა. არც მაკოფესი. და თბილისში იყვი? ხო, სახლში ანუ ან ხან ბათუმში ჩავდიოდი ჩემს ეხანდელ ქმართან და მაშინდელ შეყვარებულთან რა. მაგრამ აი ძალიან უბედური ვიყავი მართლა. ანუ მანდ მივხვდი რომ ვერავინ ვერ გაგაბედნიერებს საერთოდ, ანუ ძალიან მიყვარს ჩემი ქმარი, რა თქმა უნდა. მაგრამ აი მანდ რომ ჩემ თავთან ძალიან არაკომფორტულად და უსაქმურად და არაფრის მაქმნისად ვიყავი, აი ვერავინ ვეღარ მაბედნიერებდა საერთოდ ესე ვიყავი მთელი დღე. და მანდ მივხვდი რომ აი შენ საქმე უნდა ქონდეს ყოველთვის მნიშვნელობა რა, ლარსი შოვი თუ ძალიან ბევრს რა. გამოსავალი რა იყო მე? გამოსავალი იყო კორონა დამთავრდა. ამ თლიანი პერიოდი იყო ისე. მე ხო ცეკვის სტუდია მაქვს და ეხლა ცეკვის სტუდიას ონლაინ ვერ ამუშავებ, ანუ ფიზიკურად, ძალიან ფიზიკური საქმეა რა. და აი ეხლა კორონას დროს ისი სწავლა უნდა დამეწყო ეგეთის. ჯერ არც ვიცოდით ხო, რომ 2 წლამდე გაგრძელდებოდა და აი ესე ველოდებოდით, აი დღეს მორჩება და
აი ეგ 2 წელი მართლა არ მახსოვს ცხოვრებაში. იმიტომ რომ არ არსებობს. 23-ის დავხუჭე თვალი რომ ვიყავი და 25-ისამ გავახილე. ანუ ის 2 წელი აუ მე არსებობს. ის წამართვა უნივერსიტეტის ამბები რა. ის პერიოდი, გართობის პერიოდი. აუ ისე ამ მაგამოში მიმაწყობდა, მე ხო არ მიყვარდა უნივერსიტეტი და ონლაინ მოვჭი. უნივერსიტეტის გართობებიც არ გიყვარდა? ანუ ვერ ვერთობოდით, ჯგუფი არ გყავდა. ანუ არ ვიცი, შენ სასწავლობდი, მე ვსწავლობდა ილიაში. და ყველა საგანზე ყავს სხვადასხვა ჯგუფი. ოღონდ ამ ჯგუფში შეება პირველ კურსელთან იჯდე ან მეოთხე კურსელთან და აი ოდნავ რომ მოგეწონება ადამიანი და რომ უნდა დაუმეგობრდე, საგანი მთავრდება და საერთოდ სხვა გავხდები რა. გასაგები. კორონას დროს მე მაგალითად ისე რომ დავრჩი უსამსახუროდ აჰაერში უნივერსიტეტის გარეშე. წავედი ჩემთან ფოთში და საოჯახო საქმიანობები შევისწავლე. მართლა? კი, კი. რა შეისწავლე მაგალითად? აუ, რა ვიცი, ბიბლიაჩემს ვეხმარებოდი ხოლმე მაგალითად ეზოში. და ძალიან კარგი დამამშვიდებელი. მე არ შემიძლია ის მოუსვენრობა მაქვს რა, ვერ ვისვენებ. წარმოიდგინე ახლა სულ რო წევხარ და სკროლავ, მე არ შემიძლია, ცუდად ვარ რა. ამიტომ საოჯახო საქმიანობებს ვაკეთებ. და ვარა კაია. და ნაჯახი მოვიწყიეთ ორჯერ მოხში. მაშინ ხო ეგ იყო რომ აი ყველა სოფელში წავედით და კაი დრო დადგა და ვისაც სოფელი არ გაქვთ, ეხა იცინეთ და რაღაცეებს. სოფელი არ არის ფოთი. ხო რა, ბავაი მგოთში. ეგრე არც ესტაფონი არ არის სოფელი, მაგრამ ხო ხდები რა, ანუ ქალაქგარეთ გულისხმობ რა. რომ ანუ მედიაში სულ მეწოდება ის ხალხი და მეწოდებოდა მთელი ბავშვობა, რომ ვისაც არ ქონდა სოფელი და წასასვლელი. მე რა ვქენი? მე ძალიან დიდ ასაკში გავიგე, რომ ყველას არ აქვს სოფელი. და მეთქი არა. აბა რატო ცხოვრობთ? აუ სოფელი ძალიან ასწორებს ბებიასთან და ბაბუასთან რომ შედიხარ და ხო, ან დინარეზე თუ დადიხარ. თან სიმშვიდე როა რა. არა, ძალიან მაგარია სოფელი მართლა. ძალიან. ჩავიდეთ. უხარ ვისაც არ გაქვთ მართლა ძალიან დიდი რაღაც გაქვთ დაკარგული ცხოვრებაში. მე ხა მაინტერესებს ეგეთი რაღაც რა, რომ შენ საკუთარ ვიდეოებს ხშირად უყურებ? კი, სულ. ანუ ჯერ იმიტომ რომ მომწონს და მე მეორე იმიტომ რომ ხო უნდა გავიგო რას ვდებ და რაღაცები გამოვასწორო. მაგრამ ხანდახან მქონია რომ ძველი ვიდეოები უფრო მომწონს ხოლმე ვიდრე ახალი. აუ არა, მე ძველი ვიდეოებს ვერ უყურებ. არა ხა ძველს აი 2020-ზე არ ვამბობ. აი რაღაცა აი 4 თვის წინანდელი 5 თვის წინ. მეთქი რა საყვალობა. ხო. მე მაგალითად 1 წლის წინანდელ ჩემთავს რო უყურებ ვიდეოებში კრინჯავს. და ძალიან ისა. მე მაგალითად წავშალე ვიდეოები. აი რაც მკრინჯავდა, აი 20-21-ის ვიდეოები რა. არა, მან ხვდები რომ რაღაცა გონი ვითარდები. ხო. და ეგ რომ კრინჯავს, მე ახლა ამასაც რო უყურებ და ახლობებით 2 წელში. მაგრამ უეჭველი უნდა უყურო შენ ძველსაც და ახალ ვიდეოებსაც. მართლა. მე ესე ვარ ხოლმე შევდივარ ჩემში. მეთქი არა საყვალობა. ოღონდ იდეაში უფრო ის ვიდეოები, სადაც ვლაპარაკობ რაღაც თემაზე რა. კარგი ჰუმორი გაქვს შენი აზრით? უეჭველი. ხო. და TikTok-ი რო წარმატებული იყო საქართველოში, კარგი ჰუმორი უნდა ქონდეს? არ ჭირდება, მაგრამ კაი იქნება. არ ჭირდება? ანუ არ რეალურად არ ჭირდება, ხა გაჩნია რა კონტენტი გაქვს, ხა შენ თუ მელაპარაკები რაღაც ტექნიკაზე, მაგრამ მე მგონია რომ აი ტექნიკის ლაპარაკშიც იუმორს თუ ჩააკვეხებ, შეიძლება უფრო ყურებადი გახდეს შენი ვიდეოები და არა მარტო გიყუროს ადამიანმა, ვისაც რაღაც ტექნიკა ჭირდება იმ დროს რა. ანუ კარგი სკილია, მაგრამ თუ არ გაქვს არაუშავს. მე მაგალითად მერჩენია ცუდი იუმორის მქონე ადამიანს, საერთოდ არ ქონდეს იუმორი. ანუ ცუდი იუმორი უფრო ცუდია, ვიდრე იუმორის საერთოდ არ ქონა რა. კი, გეთახმ. საშინელება. რო უყურებ და ცუდი. აი ვიტანჯები. ანუ შეიძლება ვიღაცისთვის მე ცუდი იუმორი მაქვს რა, მაგრამ ხო, ოკეი არა. ყველას მოსაწონი ვერ იქნები, ეგ არც უნდა იყო. კი, არა, სიგიჟეა. არც უნდა ეცადოთ. ვის უყურებ ისე ყველაზე ხშირად? აუ ესე ყველაზე ხშირად ვერ გეტყვი რა, მაგრამ მე ჭამის წინ ვის უყურებ? აუ სერიალი, აი ესე სერიალებს უყურებ რა. აუ, აი რაც შეხვდება უმეტესად, აი რატომ კლავენ ქალები? არა რაღაცა, ეს სერიალია, არ მოგკლავ. არა რაღაც უფრო ეგეთს. უფრო კვლევებებს და რაღაცებზე მიყვარს რა სერიალები. TikTok-ზე მაქვს დამოყვანილი. part 1, part 2, part 3 სერიალები რა. ძალიან ასწორებს. ეგ ძილის წინ. ძილის წინ, არა ძილის წინ TikTok-ი. და რო ეძებ მე გაგრძელებას და რო ვერ ნახავ და არც ან ხო შეიძლება რომ კინო ჩართო ინტერნეტში ჩუერბუდო. არა, შენ გინდა რომ TikTok-ზე აჩქარებულად უყურო. კი. და რას მივხვდი, იცი? ისე სერიალებს აყურე, TikTok-ი რაც ძალიან შემოვიდა ჩემ ცხოვრებაში, ისე სერიალს ვერ უყურებ. ეგ კი, ეგ. ვახო სულ რა. ეგ ზოგადად ყველას პრობლემა გახდა რა, იმიტომ რომ TikTok-ზე იმდან მარტივად ვიღებს დოპამინსაც და ინფორმაციასაც, რომ აი ძალიან რთულია მე რაღაცას ელოდა. აი მაგის გამო მე წიგს საერთოდ ვეღარ ვკითხულობ რა. აი რო იწყება წიგნი და ერთი ფურცელი არის ფანჯრის აღწერა. აი. დროზე მითხარი როგორ დამთავრდა ეს წიგნი, აი რა მჭირს იცი? მე მაინტერესებს შენი აზრით ქართველი ინფლუენსერები. რითი განსხვავდებიან უცხოელებისგან?
გარდა იმისა, რომ კონტენტს პარავთ ხოლმე. ანუ რეალურად მაგაზე მიფიქრია რა და აი როგორც მოცეკვავეებში რომ რაღაცა მაქსიმუმი გვაქვს საქართველოშიც მჯერა რომ ეგრეა რა. იმიტომ ჯერ ერთი რომ ქართულ ენაზე ძალიან ცოტა ადამიანი ვლაპარაკობთ. კი. და რაღაც საზღვრებს გინდა არ გინდა ვერ გაცდები. აი ჩვენი მაქსიმუმი არის, აი რომ გაიბრდღნა 30000 ლაიქზე შეიძლება აიყვანო ვიდეო რომელიც კონტენტიც არ არის. ხო და გლობალზე გავარდება თუ არა რეალურად შენ არაფერს არ გაძლევს რა ეგ საქართველოში რა. და იმით განსხვავდებით რომ უფრო პატარა სივრცეში ვართ რა. თორე ხა რო გითხრა და პატარა სივრცეში რადგან ვართ განვითარების შესაბამისად უფრო ცოტა საშუალებები ხოლმე. ცოტა დიდი სივრცე რო იყოს. ანუ იდეაში იმის ბარიერია რა. გაგვიჭირდება ჩემს. კი, დავიკარგებით, მაგრამ სამაგიერად უფრო მეტი შანსი გაქვს, რომ ყოველთვის განვითარდე რა. და აქ რასაც უყურებ, აი ვიღაცა თუ ავიდა რაღაცა ლეველზე, ჰაი ლეველზეც. всё, მორჩა რა. ხო, იმის მიქით. ანუ მაგის იქეთ აღარ არის რა და საზღვარგარეთ რასაც ხედავ ხოლმე ახლა უცხოელებს, აი სულ აქვს განვითარების შანსი, იმიტომ რომ ეხლა ინგლისურ ენაზე რო ლაპარაკობ, შესაბამისად ხო ქართველიც გიყურებს, რა ვიცი. და ევროპაც და ამერიკაც და ანტარქტიდაც მე მგონი რა. ეგ არის ჩვენი პრობლემა რა. რასაც ამბობ ხოლმე რა. მაგაზე ფიქრობ. ანუ ვიდეოს გადაღება დავიწყე და ამის გამო შეიძლება ვიღაცამ რაღაც მითხრას. ამას არ ფიქრობ როგორც ჩანს. და ძალიან კარგია. არა, ხანდახან ვფიქრობ რაღაცები რო არ თქვა მაგაზე რა, მაინც იმიტომ რომ თუ რაღაცა ორაზროვანია, ვცდილობ ხო ხდები რა, უაზრო აგრესია არ გამოვიწვიო რა. ანუ რაღაცას თუ ამბობ ვცდილობ რომ ამომწურავად თქვა და თუ არის საკითხი ისეთი რომ ამომწურავად ვერ ვიტყვი TikTok-ის ვიდეოში, საერთოდ არ ვამბობ რა. ანუ არის რაღაც საკითხები, რასაც არ შევეხები რა სოციალურ ქსელში. მაგალითად რელიგია. აი შანსი არაა რომ რელიგიაზე ვილაპარაკო რა, იმიტომ რომ უეჭველია წაინებ ვიღაცას, ან ვერ გაგიგებს, ან ვიღაც არ მოკედრა ძალიან რთული საკითხია რა. ხო. ძალიან პირადია ჩემი ეს ეგ რაღაცა და აი მაგაზე ლაპარაკს არასდროს არ ვაპირებ მართლა რა. ძალიან კარგია. ესე პირად ურთიერთობაში ძალიან მაინტერესებს რა. იმიტომ რომ ზოგს ამის წამს, ზოგს იმის წამს, ზოგს ღმერთის წამს, მამოსი არ წამს და აი ძალიან რთულია რა. ეგ არის ალბათ ერთადერთი საკითხი, რაც არასდროს არ განვიხილავ ხოლმე რა. და ჩემი აზრით სწორია. მეც ეგრე ვფიქრობ. კომენტარებს პასუხობ ხოლმე. კი, ხო? ერთ-ერთი კონტენტი აქცია. კონტენტად გადაკეთებული რა, კარგია. მარტივი გამოსავალია. ხო, ხან ბიფებადაც მქონდა ადრე. მაგრამ მე შევეშვი. შეშვი? ხო და ხო არ ხარ წინააღმდეგი რომ დავაბრუნოთ ახლა, რომელიმე კომენტარია მოიღო და შენი პასუხი იქნება საინტერესო. კაი, რამე კარგ კომენტარს ვიპოვი. კარგი ხო? კარგი გასაგებია. რამე ძალიან კარგს, სადაც მაქებენ. მე არ ჩავერევი და ვნახოთ აბა რომელ კომენტარს. აი თუ გინდა მოგცე მართლა ტელეფონს და შევარჩიე. მე მიჩემნია რომ ვიყოთ ის საკუთარ თავებში მართლები ორივე. ნებისმიერ ვიდეოს კომენტარი გაქვს რა უბრალოდ? კაი, მახსოვს სადაც დამიწერეს ძალიან კაი კომენტარი. მათ გაქვს. მიდი. ესე იგი, ეს რენდომ კომენტარი საერთოდ არ მქონდა დაზეპირებული. მართლა? შენი ყველაზე დიდი შეცდომა დისტანციიდან გითხრაო, ვიღაც მიწერს დიდხანს რომ მხოლოდ ცეკვის ვიდეოებს ვდებდი და არ გველაპარაკებოდიო. ხო გითხარი კაი კომენტარს ამოვარჩევთ ხო? ნუ ამას აქაც გავეცი პასუხი რა. ანუ ძალიან დიდხანს მიტყდებოდა რა, ესე ვთქვათ, ჩემი ადამიანური მხარის გამოჩენა. აი თითქოს აი ყველა გიცნობს მოცეკვავედ და არა ადამიანად. ანუ აი თითქოს აი საფლავის ქვაზე რომ მოცეკვავენ გეწეროს და არა მაგდა ქარქაშას და აი სადღაც ეგ იყო რა. მაგრამ მომბეზრდა. და ის TikTok-ის ვიდეო რო აქვს მაშინ მოცეკვავ. ანუ ძალიან მიხარია მოცეკვავეობა, მართლა ძალიან მიყვარს რა, მაგრამ იყო მომენტები რომ სადაც ხვდები რომ ადამიანად კი არა მოცეკვავედ დაგიქვამენ და სადღაც გადამეკეტა რა. ანუ მოცეკვავე რატომღაც ასოცირდებოდა იდიოტთან. რომ აი თითქოს არაფერზე აზრის გამოთქმის უფლება არ აქვს, არაფერს, ანუ ხო ხდება აი როგორც მოდელებს რო დასცინიან და ფეხბურთელებს და სპორტსმენებს. მოსუყვევი არ გამიგია. აუ, მე გამიგია ძალიან ბევრი. თან თუ ქართულს არ ცეკავ. აჰა, მე ქართულს ცეკავდი და არ მქონდა. სადღაც გადამეკეტა რომ მეთქი ჩემზე კაი ტიპები რატო გგონიათ, თავი არ ვიცი ხო რა. ანუ გონიათ რომ აი წიგნი არ გადაგიშლია და ცხოვრებაში არაფერი არ გიკეთებია მაგის გარდა და ის საერთოდ არ არის ეგრე რა. რამდენი გამომწერი ყავს ახლა ჯამში თუ იცი? ეხლა მყავს, მე მინდოდა რომ ავსულიყავი 200.000-ზე. მე 100.000-ზე მინდოდა, მაგრამ რა დავით. მაგრამ ეხლა ვარ 191.000-ზე თითქმის. ხო, თითქმის 100. მაგარია. და გაკლდება ხოლმე? ჩემ ეზით მაკლდება უცხოელი გამომწერები. კი. იმიტომ რომ მე ამ ყავს უცხოელი გამომწერები ჩემი აზრით. მაგრამ რა ყავდა უცხოელები რა. იმიტომ რომ სუცეკვის ვიდეოებს ვდებდი და მე როგორ დავიწყე ქართულად მეტყველება და ქართული რაღაცები ხარ შეინტერესებს უცხოელს რომ მოცეკვის. აბა ვერ გაიგო რაზე საუბრობთ. ხო რა. მიზანი გაქვს 200.000 TikTok. YouTube-ზე ანუ თავიდან მინდოდაო რა თქვი. ხო. ეხაც მინდა უბრალოდ ეხაც ვერ დავიწყე. რო დადე ვიდეო. ხო. რა გამოხმაურება მოყვან, რატო გაჩერდი? პირველი. ანუ თავიდან მქონდა უბრალოდ აი ძალიან მეგობრული
ჩემ გარშემო რაღაცა ვიდეოები, საყოველთაო ვიდეოები რა. და მაგაზე 700 ჯერ მითხრეს, რომ ანუ იუთუბერობა თუ გინდა, ეს ვიდეოები არ იმუშავებს რა. მაგრამ რაღაც ამბავში ეგ მიხაროდა, მე მომბეზდა რა, იმიტომ რომ რასაც არ უნდა აკეთებ და ეხა აი ვიღაცები შემხვედრიან რომ ამბობენ სოციალურ ქსელში ჩვენთვის ტვირთა ვიდეოს, აი ვის ატყვება სოციალურ ქსელში შენთვის ტვირთა ვიდეოს, საერთოდ არ დადო მაშინ აი სისულელე რა. სადღაც ყოველთვის გჭირდება ვალიდაცია, რომ რაღაცას კარგად აკეთებ და სწორად აკეთებ. ხა არ მჯერა რომ ჩემ ვიდეოებს 10 ლაიქი რო ქონოდა, ერთი წელი კიდე გავაგრძელებდი ხო ხდები ვიდეოების გადაღებას და YouTube-ზე სადღაც ეგ იყო, რომ აი განვითარება რო ვერ დავინახე, აი მომბეზდა, იმიტომ რომ YouTube-ს ძალიან დიდი ძალისხმევა ჭირდება, მიხვდი? და TikTok-ზე არ არის ეგეთი რთული. TikTok-ზე სისტემატიურობა მნიშვნელოვანი და YouTube-ის სისტემატიურობაზეც არ არის. ჩემ TikTok-ზე იცი რა ხდება? ძალიან. მე ყოველდღე ვიდეოს ვერ ვდებ. და ყოველდღე ვიდეოს ვდებ. შენ სხვა კონტენტი გაქვს და იმიტომ შენ არ გაქვს რაღაცა ის. არა, ხო. ყავას სვამ. არა, და ყავას. მე ვფიქრობ, რომ არ მომიხდება, რომ თან არასასიამოვნო საყურებელი ვიქნებ. სხვა კონტენტი გაქვს, რასაც დრო და ენერგია და დაედითება ჭირდება. მაგრამ მიცდია და ძალიან ძალისხმევა ჩამიდია მაგაში მეც და ჩემი მეგობრებს, რომ მოდი აბა ყოველდღიურად დავდოთ რა. და არა აქვს ყოველდღიურად ნახვა. ეგეთ რაღაც გაგია? ან მართლა და ყოველდღე ანუ მოკლე ან საინტერესო ქვის, ან გადაცემის ინტროს, ან შენ აბა შუალედები უფრო მუშაობს, ხო? ყოველ მე-3 დღეს რო ვდებ, აქვს 200.000 პლუს ნახვა და ყოველ დღე რო ვდებ, აქვს 40.000 და 40.000 მე არ ვთვლი ნახოთ რა. TikTok-ს. გინდა რომ ავიდეს დავიდეს. ხო. ანუ მაგ ამბავში შეგიძლია რომ ნახე, მე შენ მაგალითად თუ ყველა ვიდეოზე ვთვლი რომ აი ძალიან კაია და მართლა ყველა ვიდეოზე ძალიან დაიხარჯე, ოკეია რა. მაგრამ ხა არის რაღაც ვიდეოები, რასაც ვიღებ ხოლმე, რომ აი უბრალოდ გადაობა ვიდეო, აი 0 ეფორტის გარეშე და მაგებს უშვებ რა, ჩაოლებ რა. თუ რაღაცა ვიდეოზე დაუშვათ უფრო მეტ შრომას ვდებ ხოლმე, ცდილობ რომ აი გვიან საათებში დავდო, ან რაღაც დღეები გამოვტოვო მართლა. აი გააჩნია ვიდეოს ხარისხს რა. ეხლა რო ხვდები რომ ვიდეო, აი ძალიან ჩაოლებრივი ვიდეოა ყოველდღიურობიდან, ანუ არ მაინტერესებს რაღაც ამბავში. ეხლა მაგას რომელ საათზე დავდებ და რაღაც. ხო. შენი ვიდეოების ხარისხი თუ უფრო მაღალია, მესმის რასაც ამბობ რა. მეც ეგრე ვიზავდი. ეხლა ჩემ ვიდეოზე რო დროს ხარჯავდე, ყოველდღე ვერ დავდებ ფიზიკურად. 3 საათი რო მონტაჟს. ხო, ანუ ვერ დავდებ ყოველდღე. მაგ ვიდეოს გადაღება ხო უნდა რეალურად. გადაღება და მონტაჟი კიდე ისეთი ამბავია. მე რომ მაგას 40.000 ნახვა აქვს. არა, მე ის მაგ ამ სფეროში თუ ხარ, არავინ არ უყურებს შენ ხასიათს რა. არ ხარ კარგ ხასიათზე, უნდა იყო კარგ ხასიათზე. უნდა იწყება შეწერა რა. სხვათა შორის სოციოლოგ ქსელმა მასწავლა რომ უკეთესი ადამიანი ვიყო. მართლა. აუ რაღაც ამბავში რა. ანუ რაღაც შენიშნებს რომ იღებ, მე ფიქრდები და რაღაც ამბავში ვიღაცებზე იაზრებ რომ აი მართალი გითხრეს რა. ანუ ცავით რაღაცებზე გეუბნები. შენიშნების მე იყო არს? არა. ძალიან მეზიზღება მართლა. დავცდილობ რომ არ მივიღო ხოლმე. არა, შენიშვნას გეუბნები აი სიტყვაზე რომ აი ვიდეოში შეგეძლო რომ სადაც ვანაირი ყოფილიყავი ვიღაცა მოგითხოს. აუ რა არის, აი შენიშვნას რომელსაც ვეთანხმები არ მაგიზიანებს. ანუ რაღაც ამბავში რო ხდები, აი მართალი ხარ. ოკეი და ეგ მაგრამ რაღაცა, მაგრამ აი რო ხდები რომ რაღაცაში ძალიან მართალი ვარ, ანუ ობიექტურად რო ეგრეა რა. ჩემი აზრი კი არა, ობიექტურად რო ეგრეა. და ვიღაცა ჭკუას რომ მასწავლის, აი ძალიან ნერვები მეშლება. აი ხომ ვიცი რომ ატიპი აზზე არ არის რას წერს. ტრაზე მელაპარაკე. აი ვიღაცა რომ იწერს ცეკვაზე რომ აი თვლას ავწდი, აი ვის ელაპარაკები? რა თვლას ავწდი? ხო ხდები რა, ანუ რაღაცაში თუ არ დარწმუნებული და სწორია, მაგაზე შენიშნებს ვერ მივიღებ, ნერვები მეშლება. და სხვა რაღაცებზე ოკეი არა. ვითვალისწინებ უმეტესად. რა მაინტერესებს ისი? ბევრი ფული გინდა რომ იშოვო თუ იმდენი რომ შენ ოჯახს ეყოფა. ჩემი ბავშვობის ოცნება იყო 800 ლარი ქონდა ხელფასი. ანუ იმენა 800 რა. და შემძლებოდა რომ ზაფხულში წავსულიყავი ქობულეთში. ქობულეთში რატო? იმიტომ რომ მაშინ ბათუმი არ იყო ხოლმე. ქობულეთი. შენ ფოთს ანაპირო ნახე? ფოთში არ ვარ ნამყოფი. მართლა? ყოღების მეშინია. არ არის ეგეთი ყოღები, არა, ხალხანო, არ არის. ცუდად. ჩვენი სანაპირო? ბოლო არა, სულ კარგი იყო, მაგრამ ეხლა ცოტა სხვანაირი გახდა რა. ნახე როგორ უყურს. ეგრევე დაიცო. ჩემი ყველა გადაცემაში სადაც შემიძლია რომ ვახსენო, ყველგან ვახსენო. მე მიყვარს ფოთი, ვიღაცამ გაჩუქოს ნეტაზე და. ზედა ჩავიწყო და აქ დავკიდე. ხო და ანუ მართლა ძალიან ლამაზ სანაპირო გვაქვს და ძალიან მაგარია. არა, მჯერა რომ ზესტაფონს მართლა ჯობს. ზესტაფონს არა, ბევრს ჯობს. თან ჩვენი ქალაქი არის და დაგეგმარებული ისე როგორც პარიზი. აუ, ნახე, გამოვშტერდი მეთქი. ვინ ჩადო ამდენი ეფორტი ფოთში? ნიკო ნიკოლაძე. ყოჩო. ნიკო ნიკოლაძე ფოთელია? არა, ფოთელი არ არის, მაგრამ ფოთი ააყვა. ვსო. ააშენა. ქალაქს დაამსგავსა და სხვათა შორის შენ რო რაღაცებს მივირთმევთ, ეხლა პატარა გაგოთილი. როგორ უყარს? შენ რაღაცებს ახალი გადაცემა დაიბადა. რო ცხოვრობ. ამ გადაცემაში. მთელი საქართველო რო ცხოვრობთ,
რაღაც პროდუქტებს ვიღებს, ყველაფერი ფოთისგან მოდის. ამიტომ ფოთი თუ ჩავკეტეთ. ხო, ავტომობილებიც ფოთში ჩამოყავთ. ყველაფერი. ფოთი მაგარია. აბრეშუმის გზა. ხო, ცადი ნახეთ, მოგეწონება. კაი, ზაფხულში გამოვიდე. შეგიძლია ჩამოხვიდე. მეტი არ მინდა არ მომეწონოს. მოგეწონება. მე ვარ პასუხისმგებელი. ხო და ეგ იყო რა ჩემი ოცნება რა. შენი ოცნება იყო 800 ლარი? ანუ 800 ლარი. აშკარად ვხვდები რომ სტაბილურობა იყო ჩემი ოცნება რა. რომ აი რაღაცა თანხა მქონდეს შემოსავალი ჩემი და აი ჩემთვის სიმდიდრეს ნიშნავდა ეგ რომ ზამთარ ზაფხულ ვისვენებდი სადღაც, იმიტომ რომ რეალურად ჩემ გარშემო იყო ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც ზღვაზე არ არის ნამყოფი და ბაკურიანში არ არის ნამყოფი, ხვდები და გიყვარს რეალი? აუ აი მიყვარს არა 12 წლის მერე არ ყოფილვარ ბაკურიანში ესე სასრიალოდ რა წელს ჩავედი და ისე ცუდად დავეცი რომ არ ვიცი კაი არა უშავს ესე ვიწექი ვიღაც ბიჭი მოვიდა აგაყენებოდა მეთქი ხელი არ ანუ მეთქი ეკუნა ვიწვე ერთი ცოტა ხანი მართლა ანუ აღარ იყო თოვლი და ძალიან ცუდად დავეცი მიწაზე ყინულზე ის სრიალი ანუ სრიალი არ მიყვარს მაგრამ მინდა რომ შევიყვარო მაგრამ ცოტა დავეცი მაგისთვის ცოტა არა უშავს არა ეგ და ეხავ თვლი რომ ბევრი ფული კაი არა ბევრი ფული კაი. ბევრი ფული ცუდი რატო? აი ესე გიჟაი. არა, ბევრი ფული. ანუ ვის არ გვინდა ბევრი ფული? ხო, მაგრამ არიან ადამიანები, ვისაც მე მომისმენი ეგეთი. შეიძლება თავდაბლობის ამბავი. რომ ბევრი ფული არ მინდა და მირჩენია რა. მირჩენია რომ ჩემი ოჯახი კარგად იყოს. ხო. და არ მინდა ძალიან ბევრი ფული, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ფული საშიშია. რატო საშიშია? აუ, გეტყვი რა, მე ბევრი კომენტარი წავიკითხე, სხვათა შორის რომ ადამიანებს, ძალიან ბევრი ადამიანს გონია რომ თუ ბევრი ფული აქვს ვიღაცას, უეჭველი არასწორი გზით მოიპოვა და აი არ შეიძლება მაგის თქმა რა. ეგ შეიძლება თქვენ იცნობთ ვიღაცას ეგრე, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანს ვიცნობ წელებზე რომ ფეხს იდგავდა და მაგიტო აქვს ბევრი ფული და არ შეიძლება ვიღაცაებზე მაგის თქმა რომ აი თუდაც ის რო იციან მამიკოს ფულებით. აი მე მამაჩემს ფული ქონდეს, ცო, მაგაზე თუ დაბულინგდე აი არ ვიცი, ძალიან კაი თუ აი არ გინდა შენ იყო ეგ მამიკო, ეხა შენ შვილისთვის რა მეც მინდა ჩემი შვილი დააბულინგონ. ხო, დააბულინგონ. ფულიანი დედის გამო. ფულიანი დედიკოს ფულებით იყიდა, ხო? ბევრი ფული ჩემი ასეთ ყველას გვინდა, მაგრამ სიმართლე გითხრა, ბევრ ფულს და აი არამშვიდ ცხოვრებას მართლა მირჩევია. აი შენც ეგ სტერეოტიპი გქონია, ხო? რატო არამშვიდ ცხოვრებას? მე მგონია რომ ბევრ ფულს ჭირდება ბევრი შრომა და ბევრი გაძრობა, გამოძრომა და და შენარჩუნება. ხო, ანუ ბევრ ფულს რეალურად ჭირდება ბევრად მეტი რაღაცის კეთება. და მაგ ამბავში ხვდები, მაგ ამბავში ვეწევი რა. ეხა ბევრი ფული თუ მექნება უბრალოდ ესე თუ ჩამირიცხავენ და მე ჩემთვის ვიცხოვებ, ხო, მაგრამ ბევრი ფული რო იშოვა, ხო, ბევრიც უნდა იშრომო. და ძალიან მეზარბა ბევრი შრომა. მართლა? ცოტა ფული, ცოტა შრომა. მე ვფიქრობ და როცა საქმე არ მაქვს და ძალიან იშვიათად, რო საქმე არ მქონდეს. ან მე არ მინდა რომ არ ვიცოდე დღეს რა დღე არაა. მე არ ვიცი რა დღეს რა დღე. შემეშვიდა. ან მე მინდა რომ შაბათ-კვირას ვისვენებდე. ხო, შაბათ-კვირას. შაბათ-კვირას ხუთშაბათს პარასკევს. ამ ბევრია ეხა, მაგდენს თუ დაისვენებ, ბევრ ფულს ვერ იშოვი. ხო და მაგას ვამბობ რა, ბევრ ფულს და ყველგან ვერ დაისვენებ ზაფხულში და ზამთარში. ბევრ ფულს ეწირება რა. ბევრ ფულს აქვს თავის გადასახადი. და აი ვიღაცებს უნდათ მაგ გადასახადის გადახდა, ვიღაცებს არა. მაგრამ სიღარიბესაც ხომ აქვს თავის გადასახადი და ეგეც ძალიან მტკივნეულია რა. შეიძლება უფრო მტკივნეული იყოს ის გადასახადი, რომელიც ბევრ ფულს ჭირდება. ხო და მაგიტომ ესმის მაგ ხალხს. აუ ვერ გაგცემ ზუსტ პასუხს რა. ანუ კარგია უნდა ვიმჯელოთ. ვიღაცამ თუ მითხრა ხა ძალიან ბევრ ფულს გადაგიხდი, მაგრამ აი წელებზე ფეხი და ვერავის ვეღარ ნახავ შენიანს და საზღვარგარეთ იქნები 30 წელი, არ მინდა. ეგეთი ფული არ მჭირდება საერთოდ. მე მუშაობი ეგეთ ადგილზე. სადაც ერთი თვის განმავლობაში ჩემი ოჯახის წევრები ფხიზელი ამყავდა ნანახი. სულ ეძინათ როცა მივიდიოდი და სულ ეძინათ როცა მოვდიოდი. მართლა? ხო ცუდი შეგრძნება იყო რაღაც ამბავში. კი, მაშინ დაოჯახებული არ ვიყავ. თან წამი ერთი თვე და ეგ თუ გაგრძელდება წლები გარეკავ. არა, მე წამოვედი იქით. ხო, ძალიან მარტოსული ხდები რა. მარტოსულობა და ბევრი. სხვათა შორის ეს პროფესია მოითხოვს მაგას. არიცი როდის მუშაობ? ხო, მაგრამ გიხარია. ხო გიხარია. რა? აი ხა, ხა. ხო, აღარა მან თავიდან ძალიან მიხარობდა, მაგრამ ადამიანები ხო ვეჩვევით რაღაცეებს რა. და მე აღარ მე რა რუტინაა რა, მაგრამ ეს რო შეწყდეს, მე უკვე დამერხევა. ანუ ეს პროცესი, ანუ მარტო ეს გადაღება. მე მგონი ადამიანები ყოფილი ვერასდროს ვერ ვიქნა. ვერ არსებობს. აზრი არ აქვს და იქით. ამიტომ ბარემ უკმაყოფილო და ფულიანი ყავი. შენც. ხო, რა ვიცი, აი არ არსებობს სამსახური, სადაც ოდესმე არ მოგბეზდება რა თქმა უნდა, არა. შენი საქმე როც იყო. ამიტომ ისაკეთეთ, რაც უფრო მეტ ფულს მოგცემ. და რისი თქმა გინდა, რასაც ჯერ ვერ ბედავ რა. ძალიან კარგადაც ბედავ. აჰა. მაგრამ თუ რამე აქამდე არ მithქვამს, ალბათ სათქმელიც არ იყო რა. აჰა, ანუ ის არ გაქვს რო? ხო, აი რა. ხო, ვსწავლობ რომ სხვებზე ნაკლები ვილაპარაკო. ანუ ეგ წელს ვისწავლე მე მგონი რა.
იმიტომ რომ აი წელს მივხვდი რომ აი ისეთი წელს მივხვდი რომ აი ვიღაცამ რომ არასწორი რაღაც ნაბიჯი გადადგა ცხოვრებაში ან არასწორი არჩევანი გააკეთა და რაღაცა ანუ არ ნიშნავს რომ მაგის გამო უნდა გადაუვარო რა რა თქმა უნდა იმიტომ რომ აი ყველა ვართ ცუდი ადამიანები რაღაც მომენტში რა მაგ გადავლის დროს თუ ზოგადად ანუ ზოგადად არ მჯერა რომ ვიღაც არის ძალიან კარგი ადამიანი რა იმიტომ რომ ხან კარგი ხარ ხან ცუდი ხარ ხან ისე რა ანუ და წელს მივხვდი რომ უნდა შევეშვა სხვებს ანუ ისე შეშვებული ვიყავი ხარ რომ გითხრა რომ რაღაც ესე რა მე ვფიქრობ რომ ჩემს თავში რომ გამსჯი ხოლმე ვიღაცებს რა ეხა შენ თავში თუ განსჯი ვიღაცას და საჯაროდ არ გამოიტან ხო რა ოკეია კიდე რა არა მაინც ვიღაცებს ვიღადავებოდი ხოლმე სოციალურ მართლა და რა ქნას ეხა იმან ეგეთია ხო ანუ არ შეეშალა ხო აი აზრი არა აქვს რა რაღაც ამბავში აზრი არა აქვს ვერ ხედავ აზრს და ამიტომ ხო ეგ მივხვდი რომ აი სხვების შეცდომებს შევეშვა რა თავის ცხოვრება რაც უნდა ისუქნია მართლა რა ანუ თუ მე არ მეხება რა თქმა უნდა ხო ეხლა შენ თუ გეხება ხო და მივხვდი რომ აი რაც შენ არ გეხება ცხვირი რა უნდა ჩაყო რა კაია იმიტომ რომ ძალიან ბევრჯერ როგორი იყო იცი რომ ანუ ვიღაცასთან ერთად რომ აი რომ ჯერა რომ კაი ადამიანია და აი ყველაფერს და რაღაცა ისეთ ცუდი რაღაც გაუკეთები რომ გამოშტერდი და ადამიანი რომელზეც ვთვლი რომ ცუდი ადამიანი ის კაი რაღაც გაუკეთები რომ გამოშტერდი ამიტომ ხო აი ვერავის ვერ გადაუსველ ბოლომდე ხას და ვერავის ვერ მონიშნავ ესე ნიშნით რომ აუ ეს ძალიან მაგარია თორეც ჩვენ თვითონ ვიქმნით ხოლმე ადამიანებზე ილუზიებს ხო რა და მიუშვიათ სადე და ვნახოთ რა სიზავს ხო ანუ არ მჯერა ბოლომდე ცუდი ადამიანების და ბოლომდე კარგი ადამიანების რა უბრალოდ აი დროს და ადგილს გააჩნია ალბათ და ყველა მაგ დროს ავლეს მე თავის ადამიანობას რა ხო საინტერესო ამბავია და ისე რა სარაპატიებ მეგობარს მეგობარს ალბათ არ ვაპატიებ აუ ეს წამი გავიხსენო აუ მატყუარა ხალხს ვიტან ყუილებს აი პათოლოგიურ მატყუარა ანუ არც მყავს ეგეთი ბავშვობაში მყავდა ეგეთი მეგობარი მატყუარები მეზიზღებიან მართლა ძალიან ტყუილის აი პათოლოგიური მატყუარები აი არაფერში რომ არ წერია ეს ტყუილი ანუ ავად რომ არის ადამიანი კი სისულელებს რო გატყუებს და ალბათ არ ვაპატიებ ღალატს ანუ ხო ხდები რა აი დაჩეირავი ყველაფერს რა რაღაცა ჩემზე ოდნავ ისიც რომ მითხრას აი ყველაფერი რა ადამიანური მომენტია ძალიან მართლა კი ანუ ტყუილის სიმძიმეს აქვს თუ არა მნიშვნელობა თქვენ მინდა მეკითხა მაგრამ თუ ეხა ადამიანი აი ხო აი დიდი რა უნდა მოგატყუოს მაგრამ აი პათოლოგიურ მატყუარებს მართლა ვერ ვიტან ანუ ადამიანს თუ ვერ ვენდობი ჩემ მეგობარი ვერ იქნება ვერასდროს რა ხო და რაღაცებს რო იტყვება გიჟივით მაგასთან როგორ შეიძლება რომ იმეგობრო ვერ ხვდები ჯერ საშინელი სანახავია ადამიანებს გატყუებს და როგორია რომ იტყუდები რა აი მართლა აი არც გიკითხავს და რაღაცებს იტყუება და აი მაგას ვერ ვაპატიებდი ალბათ პათოლოგიურ მატყუარობას მატყუარა ხალხი მოიშორეთ მეგობარი ხო დანარჩენს ყველაფერს რა კომუნიკაცია თავარი რა შეურაცხყოფასაც ვერ ვაპატიებ შეურაცხყოფა ეხა ანუ შეიძლება მე და შენ ვიკამათოთ მაგრამ რაღაც ხვარს არ უნდა გადაცდე რა იმიტომ რომ რაღაც ხვარს თუ გადაცდი ესე იგი მეც მაძლევ უფლებას რომ მეც გადავსდე რაღაც ხვარს მაგრამ მე არ გადავსდე არა კამათი კაია კი სჯელობა და კამათი ძალიან კარგია ხო მართლა საჭიროა ჯერ ერთი ადამიანს კარგად იცნობ და მე მეორე შენს იზრდები კამათის დროს იმიტომ რომ რავი არ არსებობს კამათი სადაც ბოლომდე ჩემ აზრზე დავრჩი მართლა აი უეჭველი იმიტომ რომ ანუ გავლენა ჯერ ერთი გავლენას გრძნობ ერთს ერთ და მე იმ ადამიანისიც მესმის რატოც ფიქრობს იმას რასაც ფიქრობს მე მაგ ძალიან ცუდით ვისებ რომ კამათის დროს აზრს ვერ შემოწმები აუ მე არ მათით ვისება ოღონდ შეიძლება მე რა გავიდე და ერთი კვირის მერე ვიფიქრო რომ ყველაფერი ჩემით მოვიფიქრე ოღონდ ერთი კვირის მერე მაგრამ იქ შანსი არა ჯინიანი ხარ ძალიან არა მე სუეჭვი მყარება ჩემ აზრებში იმიტომ რომ სხვებშიც სუეჭვი მეპარება მე თავდაჯერებულ მოშხას არ გიშლის ჩემ თავსაც არ ვენდობი ეჭვიანი ხარ არა ეჭვიანი ესე არა მაგრამ აი რაღაც რო ხდება ესე არ იქნება აი რაღაც ეგ თორე ის არა ურთიერთობაში ეჭვიანები ვარიან ეგ არა ურთიერთობაში როგორი ხარ აი შესმეულს საერთოდ არ ეჭვიანი კარგი ანუ რატომ უნდა ვიყო ანუ მოკლედ ეჭვიანი ცოტა იცი როგორ რაღაც არის ეჭვიანს ვეძახი ადამიანს რომელიც არაადეკვატურ რაღაცებზე უაზრო ემოციებს გამოხატავს თორე ხა ვინწერს არ ხო აი მიზეზი რო გაქვს ეჭვიანობის ეჭვიანი აღარ ხარ ეხა მიზეზს თუ გაძლევს რაღაც ეჭვიანი მიზეზი თუ გაქვს ეჭვიანობის ეჭვიანობა აღარ არის ლოგიკაა ხო 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 და აი ეჭვიან ხალხსაც ვერ ვიტან თქო უნდა ხო შინელება იმკურნალეთ თან ხო რთული ამბავია ძალიან მაგის მკურნალობაც რთული იქნება ჩემი აზრით ან ძალიან რთულია თვითონ მაგ ადამიანისთვის თორე და მეორე ნახევარსაც რთულია იქნება მეორე ნახევარი თუ პანჩურს ამოარტყავენ დღე-დღეზე მეორე ნახევარს არა თვითონ მაგ ადამიანისთვის არის რთული თან ეგეთ მეგობრებში ეჭვიანები ხო გინახავს აუ რა საშინელებაა
ყავდა ეგეთი მეც ყავდა სამწუხაროდ. აღარ ყავს. აღარ ყავს მეც. იმიტომ რომ მგონდა რომ მეგონა რომ მეორე ქმარი მყავს. თან გოგო და ძამობიზდა. არ იყო ეგეთები რა ვქნა. არა. კაი, ბოლოს რუბრიკა მაქვს მაშინ. ტოპ 5. შენ შემთხვევაში ტოპ 5 ქართველი ინფლუენსერი. მე 5 ადგილით რა დავიწყო. გეტყვი რა, აუ 5-ს ვერ ინოს. ყველა ესე ამბობს. აუ 5 ძალიან ბევრია. ანუ ნახე ძალიან ბევრი ძალიან ბევრია. ანუ ნახე ძალიან ბევრი მომწონს ესე, მაგრამ აი რახან მეკითხები ტოპ 5 ნიშნავს, რომ ესე იგი მე სულ უზი ვარ რა და სულ ძალიან ცოტა უზი ვარ რა, ესე გითხრა რა. პირველი და რო დავიწყო, მათემატიკაში ცუდად ვარ. არა უშავს. ვერ დავალაგებ. მე დავიწყე. მართლა პირველიდან დავიწყებ რა. ჯერ შეიძლება სუბიექტური იყოს, იმიტომ რომ ჩემი საყვარელი ინფლუენსერები ნიშნავს, რომ ის კი არა დაუშვათ ძალიან მაგარ კონტენტს შეიძლება საერთოდ არ ქმნიდეს, მაგრამ თვითონ ადამიანს რო უყვებ, ძალიან დიდ კომფორტს მიქმნის და აი რავი, შეიძლება ძილის წინ მაგის ლაპარაკს მოусმინო, 3 ლაიქი იქნება ვიდეოზე თუ 100, მნიშვნელობა არ აქვს. მაგრამ პირველს მაინც ვიტყვი ელენიკო რუხაძეს რა, ფოქსი ელენიკოს, იმიტომ რომ ჯერთი რომ ნახე რა მომწონს მე არ მიყვარს ძალიან კეთილა ადამიანები, აი ყველაფერზე რომ ძალიან დადებითები არიან რა. ანუ მე მომწონს რა ცოტა რებელა ადამიანები, იმიტომ რომ ჩემს ეგეთები უფრო გულწრფელები არიან და ანუ ცოტა ვერ ხვდები ყველაფერზე ოკეი და აუ რა საყვალობა ვერ იქნება და ელენიკო თან ესეც აი რომ კეთილია და ძალიან მხარდამჭერია და მეორე ამბავში აი მგონია რომ აქ გლოკი უდევს. აი რაღაც ეგეთია რა ცოტა რებელაა და მგონია რომ აი დისნეის პრინცესა რო იყოს, მეგონი დისნეისა. ის რა არის წითური რიჟა გოგო რაღაცა მშვილდისრით. აი რაღაც ეგეთი ტიპია რა ჩემთვის და აი როგორც ქალი მგონია რომ აი სუმხარში დაგიდგება რა. ამიტომ მიყვარს ძალიან. ხო, მეორე არის თათო ქარჩავა. აი უსაყვარლესია. თათო არის ჩემთვის, არ ვიცი, ემა ჩემბერლინი იცი თუ არა იუთუბერი. ალბათ არ გეცოდინება. ჩემბერლინის ფეხბურთელი გამოსცემ. ხო, უფრო გოგოში კვირ ტიპია რა. აი თათო არის ჩემთვის ეგეთი, აი ძალიან კომფორტული ადამიანი რა. აი მგონია რომ ვიცნობ თუ რაღაც ეგეთი რა. მგონია რომ ვიდეოში მაგასთან ერთად ვარ ხო, იმიტომ ეგეც ძალიან გულწრფელია და ძალიან მომწონს. მესამე მოჩა. ანუ ნახე, მართლა ძალიან ბევრი მახსენდება ეხლა რა. მესამე ანა ყავლაშვილს ვიცნობ. ანუ ანა ყავლაშვილი გამოვიწერე, სამზარეულოს გამო რა. მეოთხე ვინ არის? აი ხა თიკას ვიტყოდი, მაგრამ იმიტომ რომ აი ეხლა გეგონებას რომ ძალიან თვამობთ რაღაც ეგეთი რა. რა თიკა ძალიან. მაგრამ თიკა ნახე, თიკა რაღაც დროით ძალიან გამქრალი იყო. და ეხლა რომ რაღაცა მოხოდილი დაბრუნდა და მომწონს რა რაღაცა ანუ თავისი ხალისი დაიბრუნა ცხოვრებაში რა და ეგ თავისი ხალის რო დაიბრუნა, ვიდეოებსაც ეტყობა. კი. აი ყველანაირად რა. ძალიან ნახვადი ამ ბოლო დროს და ასე გააგრძელებ. ხო, ანუ სულ ჩემ ფორიუზია გოგო. ანუ მიუხედავად იმისა, რომ ფოლოვებ. მაინც არ არის ხოლმე ფოლოვინგზე დამოკიდებული რა. და აუ მე ხუთი ესე არ მახსენდება. ანუ სახელი არ ვიცი, თორე მახსენდება. შენ თავს ხوار ჩასვავთ? არა, ჩემ თავს არ ჩასვავთ. სახელი არ გახსენდება? ანუ ერთი გოგო არის, აი ძალიან ცოტა გამომწერი ყავს. უბრალოდ სულ მენტალურ მდგომარეობაზე ლაპარაკობს ხოლმე რა და ძალიან კაი მოსასმენია, რაღაც ძალიან ნაზი ხმა აქვს რა. გგონია რომ აი ხელში უკავი ხარ და თავზე ხელს გისურს. ანუ ხო ხდები აი ხანდახან აი მოწყენა რო გინდა და ვიღაცა რო გინდა რომ მართლა თავზე მოგეფეროს ესე რომ დამში და ეგეთი არის ეგ გოგო, მაგრამ სამწუხაროდ აი სახელი არ მახსოვს თვითონ. გამოჩენდი. ხო რა. ნუ იქ მე თვითონ მოვნიშნო კომენტარებში რა. კი, მოვნიშნოთ კომენტარებში. ყველა რო გოგოა. რა ვქნა ეს ბიჭები მარტო სპორტზე და რაღაც დებილობებზე მელაპარაკებით. მე რაც არ მაინტერესებს რა. ტექნიკა და ის. აი დარდი. ხო, ჩვენ გოგოები ცოტა სხვა რაღაცებს უყურებთ. ბიჭების მესმის რა. ბიჭების მჯერა რომ რაღაცა ჩემი დღის რუტინებს არ უყურებენ ხოლმე რა. ხო, დღის რუტინებს. მაკიაჟის კეთების პროცესს არ მჯერა რომ უყურებთ. არა. ხო და ეგრე ვართ რა. მესმის კაცო, ხო. გოგოებს უფრო გოგოები გვაინტერესებს. მაგრამ თიკას ამბებს ყველა უყურებს. ხო, იმიტომ რომ თიკა ის არის ქაჯი. ძალიან ჭიგარია. ძალიან საინტერესო ვიდეოები აქვს. თიკას ვეღარ დავებოდი, მე კიდე შენს ორი ბიჭი ყავს. შენ ძმა და შენ. ძალიან საყვარელია. კი, ძალიან საყვარელია და მეც ძალიან მომწონს, რომ თან ძალიან მალე ავიდა იმას, რა ქვია. გამომწერა. თიკას ხო შეიძლება მაგიტომ მომწონს, რომ აი რაღაცა გოგოებს ესე ან საზოგადოებას უხსავს, რომ აი ძალიან ყოველთვის ნაზი უნდა იყო, გაპრანჭული თუ რაღაც ეგეთი რა. და ანუ ძალიან კაი თუ ეგეთი გოგოები არიან და ბევრი არიან მართლა შეუძლიათ რომ სულ ეგრე იყვნენ რა ხოძე და რაღაცა უფრო ფემინურები, მაგრამ ანუ მეორე მხარეც არის რა გოგოების ხდები, ვინც უფრო რა ვიცი თავისუფალს არა ისე ვიტყვი რა. უფრო ბიჭურსაც ვერ ვიტყვი რა, ანუ არა ფემინურები რა. და თიკა ეგეთია და მომწონს რა მაგიტო, ანუ გოგოსთვის ნორმალურია ეგეც რომ თუ უნდა ერთ დღეს ძალიან ფემინური იქნება და მაღლებით ივლის და მეტროშიც მაღლებით ივლის და ძალიან ოკეია და თუ უნდა ბომჟივით ივლის რა. როგორც დავდივართ ხოლმე.
ვიღაცები რა. მაგრამ ხო, აი მაგ ბომჟებს შეუძლიათ რომ იყვნენ მეორე დღეს უცებ მაღალქუსლიანზე და იმ მაღალქუსლიანებსაც ბომჟობას ცუდად არ გულისხმობს? ხო, არ ბომჟობას მე ვეძახის თავისუფალ სტილს იდეაში ბომჟობას რა. რას მოხდა ხოლმე და უცებ ჩავიჭი. ხო რა, ეგრე, აი, ბევრს ვარ კი ფიქრობ. ბატონო. და ბოლოს მე ვაინტერესებს, ანუ რა გაქვს გეგმები? რა საპირებ? წელს მაქვს ბოლო წელი ლეგალურად ფული შოვნის. შემდეგი წლიდან არალეგალურ საქმიანობებზე გადავალ. ანუ? ხო, მოკლედ რა, წელს გაძლევთ ბოლო წელს რომ ფული ვიშოვა თორე? ადამიანებს. თორე არალეგალურ გზებზე გადავალ. ეს არის ჩემი წლევანდელი გეგმა. აჰა. გამომიწერეთ YouTube-ზე. გამომიწერეთ YouTube-ზე, არხი იქნება რომ ლეგალურად იშოვა ფული. რომ ლეგალურად იშოვოს. მონეტიზაცია მთლად მაგდენს არ წერს. ხო, მაგრამ მაინც. მაგრამ $140 მაგ გადავალ. მონეტიზაციის? ხო, YouTube-ზე მაქვს $140. მეტი არა? არა. ძალიან ცოტა. რამდენი ხნის მანძილზე? აი, ძალიან ცოტა რა, მაგრამ მაინც ხო გადავალ რა $140. სულ ცოტაა და. ხო, ვიცი. რამდენი წუთიან ვიდეოებს აკეთებდი? ცოტა. გინდათ საიდუმლო გასწავლო? რაც რომ დიდი იქნება ვიდეო? ჯობს. ხო, მე ფულს დაგიწერს. ოკეი, მადლობა. შემდეგ ვიდეოში. თითო ვიდეოში დაგიწერს. 10 წუთიანი შავი ეკრანი მექნება. თუ არ უყურეს, ხო, ოკეი. რეკლამა უნდა ამოვარდეს დროს. კრეატორში მქონდა ეგეთი დავალება, 8 წუთი იყო მინიმუმი და ვერ ვავსებდი და პროსტა შავი ეკრანი მქონდა. გაუშვი შავი ეკრანი მერე? რავი, გამომაგდეს. მე არ მინახავს კრეატორი. არა, მაგის გამო არ გამოვგდი, ორბოლოდ შენიშნა მივიღე რა. მაგრამ ეს უფრო გადაობა იყო ხამბად. ხო, ძალიან კაი. მეორე ტურში ხო მე მაგის მერე გამომაგდეს. უნდა დაგეწერათ, დაელოდეთ. არ იცი რა გადიოდა ადრე Pentium ხოთებზე DVD-ის. კი, რო დადიოდეს. ხო, ეგ დავაყენე. მართლა? აუ, კაია. ხო, მაგარია, რა ვიცი, მე ქოლს დაუწელი ჩემთვის. და დავამატებდი მორბენალს რიფონს ქვევით. მაგდენის ქილი არ მაგ. აჰა. ხო. შენ თამონტაჟებ ვიდეოებს? ხო. აიტყობა რომ ჩემი თამონტაჟებ. მე თამონტაჟებდი, მაგრამ მე მონტაჟი ვიცი. სამი არა. მე CapCut-ი მაქვს. CapCut-ი? ხო, $9. ანუ ეს ნიშნავს უკვე რომ მიხვდე რომ მონტაჟზე არაფერი არ ვიცი. ოკეი. რამე კურსი ჩაუშვი და დავინჩის არა, უკვე დამკარგე ისეთი სახელი აქვს. გირჩევდი. ხო. დიდი მადლობა მოკლედ. კიდევ ერთხელ. ძალიან საინტერესო იყო, სახალისო იყო. გაერთე ხო? კი, კომფორტულად ვიყავი, დარწმუნებული ვარ. ვინც გიყურებს. ხო. ისინიც გაერთობიან. მე რა მაინტერესებს, რამდენი ხანი რაც YouTube-ს აკეთებ? ცოტა ხანი. ხო, რამდენი? არ ვიცი, აი ნახე 20 ვიდეო მიდევს თუ რაღაცა რა. გამოიწერეთ ჩვენი არხები. გამრავლდი გაიხარე. იქნება. ჩემი უფრო გამოიწერეთ. არის. მაგდას არხი იქნება აღწერაში. ჩემი იქვე შეგიძლიათ ზევით. ხო რა. მადლობა მოკლედ. წარმატებებს გისურვებ. ასევე. და თქვენ კი დაელოდეთ ჩვენს ახალ გადაცემას. კარგად.